გამარჯობა, აჭარა ტაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. თქვენ კადრში ხედავთ აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ტრადიციულად აქ ყოველღამით არიან ჩაბურული მანქანებით პოლიციელები, ძალოვანი უწყების თანამშრომლები, მათ შორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ხუმრობით ეძახიან მესურათეებს, რადგან მათი ძირითადი ფუნქცია და მოვალეობა აქ არის ის, რომ ისინი ფოტოებს უღებენ პროევროპული აქციების მონაწილეებს, რომლებიც ერთ წელზე მეტია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული ოცნების ანტიდასავლურ პოლიტიკას აპროტესტებენ. ეს პოლიციელები აქ იმყოფებიან ყოველდღიურად და ისინი დღეში რამდენჯერმე აქციის მონაწილეებს უღებენ ფოტოებს და სავარაუდოდ ისინი ამ ფოტოსურათებს უგზავნიან თავიანთ ხელმძღვანელებს. მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელი იყო ტარიელ რიჟვაძე, რომელიც უკვე დაკავებული არის საპატიმრო დაწესებულებაში, რადგან პროკურატურის ინფორმაციით მან ყაჩაღობის ფაქტი ჩაიდინა. საუბარი არის ბათუმში მომხდარ ფაქტზე, რომელიც მოხდა რამდენიმე დღის წინ თაბუკაშვილის ქუჩაზე. ტარიელ რიჟვაძემ დააყაჩაღა ერთ-ერთი სუპერმარკეტი, შეიჭრა, ფული გამოსძალა მოლარე ოპერატორს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ტარიელ რიჟვაძე კოლეგების მსგავსად აქ იმყოფებოდა ყოველდღიურად და ისიც სხვებთან ერთად საპროტესტო აქციის მონაწილეებს უღებდა ფოტოსურათებს და როგორც აღმოჩნდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შემდგომ სახლში წასული უბანში ერთ-ერთი ქსელური მარკეტის მოლარე ოპერატორს შეუვარდა მაღაზიაში და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, თმებში მოკაჩა მან მოლარე ოპერატორს და მუქარის წესით გამოსძალა თანხა. საინტერესო არის, რას ფიქრობენ მისი კოლეგები ტარიელ რიჟვაძის ქმედებებზე. ჩვენ გვექნება მცდელობა იმისა, რომ ვკითხოთ მათ. მოგესალმებით. გამარჯობა. თუ შეგიძლიათ გითხრათ პირდაპირ ეთერში ვართ თქვენს კოლეგაზე ტარიელ რიჟვაძეზე, რომელმაც ყაჩაღობის ფაქტი ჩაიდინა, რას ფიქრობთ თქვენ? ვერ გავაკეთებ კომენტარს, არც ფაქტთან დაკავშირებით არა ვარ ინფორმირებული. თქვენთან ერთად იყო ის ყოველდღიურად აქ, დღეს რატომ არ არის? ჩემთან ერთად ეს პიროვნება არ ყოფილა და ვერ ხვდები ვიზით მესაუბრე. ხშირად იმყოფებოდა აქ, მესამე განყოფილების პოლიციელი არის. სხვა რამე თუ გდებათ, დამის შეკითხვა გიბასოთ. მესამე განყოფილების პოლიციელი არის, რომელიც აქ თქვენთან ერთად ფოტოსურათებს უღებდა აქ. პოლიციის თანამშრომელი ვარ და ყველა თანამშრომელს პირადად არ ვიცნობ სამწუხაროდ. მაშინ გეტყვით უკვე ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა თქვენი კოლეგა ყაჩაღობის ფაქტი არის დაკავებული. ისმენთ რო გესაუბრებთ, მე მაგ თემასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ და თვილად დროს ნოგააგებ. რას ნიშნავს, როცა პოლიციელი არის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული თქვენთვის? ნუ ვიმეორებთ ერთი და იგივე შეკითხვას, მაგაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ პატივისცემა. ასაგებია, ასეთი არის პოზიცია ერთ-ერთი თანამშრომლის, ვკითხოთ სხვასაც. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. რას ფიქრობთ თქვენს კოლეგაზე, რომელიც არის დაკავებული? თუ რაიმე გაინტერესებთ, მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესს. არ ვიცი ასეთი ფაქტი, არ ვიცი და ვერ გეტყვი. პროკურატურამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ყაჩაღობის ბრალდებით არის დაკავებული თქვენი კოლეგა. პრესს სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გიბასო. ის თქვენთან ერთად აქ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ფოტოებს უღებდა. გამოგაკლდათ ფაქტობრივად ის უკვე არის დაკავებული. აგიხსენით განგიმარტეთ არაერთხელ, კიდე განგიმარტავთ. მიმართეთ შესაბამის სამსახურებს. თუ პროკურატურამ გამოაქვეყნა პროკურატურის შესაბამის პრესს სამსახურს. მე თქვენ გეკითხებით ფაქტი შემიფასეთ, რას ფიქრობს, რას ნიშნავს, როცა პოლიციელი ყაჩაღობს? თან დაკავშირებით არ ვარ საქმის ყურში, ვერ გეტყვით ვერაფერს. პოლიციელი როცა ყაჩაღობს, რას ნიშნავს ეს თქვენ? პირველად მესმის ესეთი ფაქტი. ძალიან გთხოვთ ეხლა რა. ფაქტი არსებობს და ამიტომ გეკითხებით, შეაფასეთ თქვენ. ვიცი და როგორ შევაფასო, რაც არ ვიცი. რატომ იქცევა პოლიციელი ასე, თქვენ რა ახსნა გაქვთ? ბოლოს როდის ნახეთ ის თქვენთან ერთად აქ იმყოფებოდა?
როგორც ხედავთ, პოლიციელები არ პასუხობენ ჩვენს კითხვებს. მათი კოლეგა არის დაკავებული, ის ამ ეტაპზე იხდის სასჯელს. ეს არის კიდევ ერთი ავტომობილი დაბურული მინებით, რომელშიც არის ძალოვანი უწყების თანამშრომელი, რომელიც სავარაუდოდ შიგნიდან გვაკვირდება. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. რა შეგიძლიათ გითხრათ თქვენს კოლეგაზე, რომელიც დააკავეს? ყაჩაღობის ბრალდებით არის თქვენი კოლეგა დაკავებული. არ საუბრობთ, გეტყობათ. არა, საუბრობდი. რა შეგიძლიათ გითხრათ, როცა პოლიციელი ყაჩაღობს ამ ფაქტზე? დიახ. ხო, უკაცრავად საუბრობ რა. შეგიძლიათ ერთი წუთი რომ მომისმინოთ, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი მოსაზრება, რას ნიშნავს, როცა პოლიციელი ყაჩაღობის ბრალდებით არის დაკავებული? იცოდით ის რომ მანამდე კაზინოში თამაშობდა, ლუდომანიით რო იყო დაკავებული? სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი რომ ლუდომანი არის და ყაჩაღობის ბრალდებით არის დაკავებული, ეს სისტემის იმიჯზე როგორ აისახება თქვენი აზრით? არ გაძლევთ კომენტარს ხო? იმდენად უსიამოვნო ფაქტი არის, ამაზე საუბარიც არ გსურთ. ის თქვენთან ერთად აქციის მონაწილეებს თითქმის 1 წლის განმავლობაში ფოტოსურათებს უღებდა. უკვე გამოგაკლდა და ის არის ციხეში. აი ასეთი არის პოლიციელების განწყობა. თქვენ შეგიძლიათ გვიპასუხოთ? ძალოვან უწყებას წარმოადგენთ თქვენს. რა შეგიძლიათ გითხრათ დაკავებულ პოლიციელზე თქვენ? დაკავებულ პოლიციელს. არიელ რიჟვაძე, რომელიც დღეს თაღლითობის ბრალდებით, უფრო სწორად ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ გამოაქვეყნა ინფორმაცია და შეფასებას გთხოვთ ფაქტის. ეხეთ მე. თქვენ ფაქტს როგორ შეაფასებთ? მეთქი, არ ვიცი. რაც არ ვიცი იმაზე როგორ გიპასუხოთ. არა, ოფიციალური ფაქტი არსებობს და შეფასება. ფაქტი შეიძლება არსებობს, მაგრამ მე არ ვიცი და აქედან გამომდინარე როგორ გითხრათ. ანუ კითხვის ფორმულირება თუ შეგიძლიათ მოიცმინოთ, რას ნიშნავს, როცა პოლიციელი ყაჩაღობის ბრალდებითაა დაკავებული თქვენთვის? თქვენთვის რას ნიშნავს ეს? ძალიან ცუდია. ნებისმიერი ყაჩაღობის ფაქტი ძალიან ცუდია, მაგრამ ფაქტი თვითონ არ ვიცი და როგორ გიპასუხოთ მითხარით. ის ლუდომანიაში იყო ბრალდებული, ასევე მისი კოლეგები საუბრობენ. თქვენ გქონდათ ინფორმაცია მის შესახებ? შემოგელა, არ ვიცი, რომელ ფაქტზე მეუბნები და რაც არ ვიცით იმაზე ვერ გიპასუხოთ. ასაკებია, მადლობა. პროკურატურა არ პასუხობს ჩვენს კითხვებს ოფიციალური განცხადების გარდა არაფერს. კი ბატონო, თქვენ ის უბრალოდ ის იყო თქვენი კოლეგა და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, რომელიც ყაჩაღობის ბრალდებითაა დაკავებული. რამ შეიძლება უბიძგოს ადამიანს, მით უმეტეს სამართალდამცავს ასეთი დანაშაულისკენ? ოდის მოგიხდით ვედი. ასაკებია, თქვენ ფაქტობრივად ვერაფერს ისმენთ ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან მომხდარ ფაქტზე. ეს ის პოლიციელები არიან, რომელთა კოლეგა დღეს არის დაკავებული, მას ბრალად ედება ყაჩაღობის ფაქტი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ ყაჩაღობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა აჭარა ტაიმსმა, არადასტურებდნენ ამ ინფორმაციას, თუმცა მოგვიანებით უკვე პროკურატურამ გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები და თქვა, რომ დაკავებული არის არიელ რიჟვაძე და მე ახლა წაგიკითხავთ პროკურატურის ინფორმაციას. საქართველოს პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დააკავა. პროკურატურის ცნობითვე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ბათუმში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში შევიდა, სადაც საკანცელარიო დანის გამოყენებით მენეჯერს თავს დაესხა და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით 2915 ლარი გასტაცა. პროკურატურის მტკიცებით ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მისულ კოლეგებს თავად ჩაბარდა, თუმცა ჩვენივე ინფორმაციით ეს ასე არ ყოფილა. თავად დარეკა გამოძიება საცნობა დანაშაულის შესახებ, თუმცა არ უთხრა ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული კვალის დაფარვის მიზნით. ასეთი არის პოლიციელების
განწყობა, მათ უკვე ერთი წევრი გამოაკლდათ. ის არის ციხეში, სურათებს ვეღარ გადაუღებს პროევროპული აქციების მონაწილეებს. მისი ფუნქცია ძირითადად ბოლო 1 წლის განმავლობაში სხვებთან ერთად იყო ასეთი. დღეს ის უკვე დაკავებული არის თაღლითობის ბრალდებით და საინტერესოა ის გარემოება, რომ დღეს დაახლოებით 30-მდე ადამიანი დააკავეს სხვადასხვა საჯარო უწყების თანამშრომელი, რომლებსაც ბრალი ედებათ სხვადასხვა დანაშაულში, მათ შორის სამოხელეო დანაშაული არის, ასევე ფინანსური დანაშაული და ასეთ რეალობაში უწევთ მოქალაქეებს ცხოვრება. პოლიცია ებრძვის უდანაშაულო ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის აპატიმრებენ, ამ დროს კი პოლიციელები თავად ჩადიან კრიმინალს და ასეთი არის პოლიციის სახე, ასე ვთქვათ, ასე აფასებენ საზოგადოების დიდ ნაწილში. მე ახლა უკვე გადმოვინაცვლებ საპროტესტო აქციაზე, სადაც აქციის მონაწილეებსაც გავესაუბრები, ვნახოთ რას ფიქრობენ ისინი მომხდარ ფაქტზე. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. დღეს ხუმრობთ აქ აქციაზე იმას, რომ ერთ-ერთი მესურათე გამოგაკლდათ, რომელიც ფოტოებს გიღებდათ, დღეს უკვე ის დაკავებულია უკვე თაღლითობის ბრალდებით. შეგვიფასეთ ეს თქვენთვის რას ნიშნავს, როცა ძალოვანი უწყების თანამშრომელი არის თაღლითობის ბრალდებით დაკავებული. მუხლი იყო თუ ყაჩაღობის? ყაჩაღობის უпростоრად ბოდიში. ხო, არა, თაღლითების არიანი, მაგრამ ამენ ყაჩაღობის მუხლი იყო, ყაჩაღობა ძალიან ისეთი ამბავი არის, ანუ მე პირველად პოლიციელის ყაჩაღობა გიხსენებდი დღეს და ხო, ასლან აბაშიძის დროს მახსენდებოდა, რომ ეგეთი რამეები ხდებოდა. ნუ რა გითხრათ, რაც ერი, ის ბერი და ის პოლიციაო იტყვი, ანუ სისტემა რასაც დაემსგავსა, ფაქტია, რეალურად რაღაც მართლა აი აბაშიძის დროინდელ ამბავისკენ მივდივართ, რომ პოლიცია ეს როცა მოშივდება, სადაც უნდა იქ შევა და რასაც უნდა იმას შეჭამს და ვერაფერს ვერ ეტყვის ეს. ნუ ნელა-ნელა მართალია გამონაკლისი შემთხვევებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს სისტემა თუ ასე გაგრძელდა, ეს გახდება უმრავლესი შემთხვევები, იმიტომ რომ სისტემა როდესაც ლპება, თავიდანაც, ბოლოდანაც და შუადანაც, ყველადან ლპება და აი მაგ ლპობის ნიშნები არის ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ, თან დიდი ხანია რა, პირველი არ არის ეგ, ამას წინ ერთი კიდე დაიჭირეს, სადღაც ბეშუმში რაღაცა ხეების, ქთამის აღების გამო თუ რაღაცების გამო, ხო. ეგეთი ამბავი არის. დამპალი სისტემის ნიშანია ეს ამბავი. მადლობა თემურ, პირდაპირ ეთერში უსმენდით. გიორგი, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ფაქტი, როცა სამართალდამცავი თავად ჩადის კრიმინალს და როგორ შეიძლება ახსნას ეს საზოგადოებამ, როგორ შეიძლება მიიღოს ეს ფაქტი? გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს. ხო, რა მოგატყუოთ გულწრფელად, დიდად არ გამკვირვებია ეს ფაქტი, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხანია შევაგიოთ, რომ ეს ადამიანები, ნაცვლად კანონის ასრულებისა და ხალხის სამსახურისა ემსახურებიან რაღაც კონკრეტულ დავალებებს და ერთ სამთავრობო მანქანას, რომლითაც თავარი არის ქვეყანაში პროტესტის ხმა არის მოდეს და ჩვენ ამ ადამიანებს უგზავნავდნენ თავისუფლად ასის გამოხატვის თავისუფლებას, თორე სხვა მხრივ კრიმინალის მდგომარეობა ქვეყანაში, უკანონობა თითქოს ვერაფერს ვერ ხედავენ, სინამდვილეში ყველაფერს ხედავენ და გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები არ ისჯებიან, თუნდაც გვახსოვს ხო აქციები, როცა დაიწყო, რამდენი ადამიანი ქუჩაში უმოწყალოდ სცემეს კამერების თვალწინ, სადაც სახეების გარჩევადია, სახელი გვარების მიწოდებულია სამინისტროზე, მაგრამ რეაგირება არ არის და დღემდე ერთი პოლიციელის კი არ ფიქსირდება პასუხისგებაში მიცემული ამდენი უკანონობის ფონზე. ეს ნიშნავს, რომ მათთვის წვანეა ანთებული, რომ იყოს მათთვის დაუსჯელობის სინდრომი არის ძალიან კომფორტი. და შესაბამისად ამას მოყვება ასეთი ფაქტების ჩემი აზრით. იციან, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ფაქტები უამრავი ხდება, რომელიც ჩვენამდე ვერ აღწევს. ვერ აღწევს, იმიტომ რომ მუშაობას უზღუდავენ თავისუფალს, მედიას და ესეთი ფაქტები არ ხმაურდება თორემ. არ ამგონი ადამიანი პირველ ჯერზე ასე თამამად იქცეოდეს და ასე შუა ქალაქში ასეთ კრიმინალს ჩადიოდეს, მით უმეტეს, როდესაც მათ მუნდირი აცვია და ის პირიქით უნდა იცავდეს ადამიანებს. მადლობა, გიორგი. გოჩასაც ვკითხოთ აზრი. გოჩა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით დღეს გასაჯაროებულ ამბავზე თქვენ რას ფიქრობთ? ერთ-ერთი პოლიციელი გამოაკლდა იქეთა ფლანგს. დაკავებული არის ის ყაჩაღობის ბრალდებით. რას ნიშნავს ეს, როცა მუნდირის ქვემოთ ქვეშ უпростоრად პოლიციელი ასეთ დანაშაულს ჩადის?
მუნდირის პატივისცემა მაგათ აღარ გააჩნიათ დიდი ხანია, რაც ბიზნეს მონუმორჩილებაში გადავიდნენ, ასე რომ არ მიკვირს. თავარია მან ღირსება, პატიოსნება, კვალიფიკაცია, კანონის პატივისცემა მაგათთვის დიდი ხანი არაფერს არ ნიშნავს. თავარი არის რომ უფროსის დავალებები მეტწილად უკანონო ოპერატიულად შეასრულონ და არ კითხულობენ ეს კანონში ესაბამება თუ არა და ასევე სრულ მოწმე პოლიციელებად წარსდგნენ ნებისმიერ სასამართლოზე, ნებისმიერ პროცესზე და რასაც დაუწერენ, რასაც რავი პოლიტიკური ხელმძღვანელობა გადაწყვეტ ის გაიმეორონ, დაიზუთხონ და ზეპირსიტყვიერად მოახსენონ მოსამართლეს წოდებულ ხალხს. ასე რომ არ მიკვირს, როცა უკანონოებს ავალებს ხელმძღვანელი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და თვითონაც ხდება რომ 10 გზის აქვს უკანონობა ჩადენილი, მე ფიქრობს სოციალური პრობლემების წინაშე მდგომარეობ, მეთერთმეტე მანაც რაღაცა ნოუ-ჰაუთ მოიფიქრებს, რომ საკუთარი ინტერესით დაიკმაყოფილოს. ყაჩაღობა იქნება, ძარცვა იქნება, რავი, მათთვის შეულებრივი ამბავი, იმიტომ მორალისგან დაცლილი არიან და რავი, წაუცდა ხელი მე მგონი, იმიტომ რომ არ ელოდა სასჯელს. ანუ ეგონა რომ მას უფროსებს ხელმძღვანელებს რადგანაც უკანონოები გასწრით და გაუდით და მათი ხელით აკეთებენ, ამასაც აპატიებდნენ ერთშელა და თან შეიძლება მრავალჯერადაც ეს მონოლოგი ქონდა და გააკეთა თორემ მორალური აწუხებდეს, რა ვიცი, ხელმძღვანელობიდან აწყებული, ანუ მისი განყოფილების უფროსი კი არა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოლიტიკური, ანუ სამსახურეობრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ნამუსი და სინდისი რო აწუხებდნენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყო, არა მათ შორის ვიცი თანამშრომლებისგან რომ ის ლუდომანით იყო დაკავებული. ეგ არ ვიცი, კადრები რომ ვნახეთ, თქვენი პირდაპირ ეთერი ვნახე და TV პირველი განყოფილებაში პოლიციელი ხალი რაღაც საუბრობდა, შემცხვა რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და პასპორტი მაქვს და ის ხალი წარმოადგენს პოლიციას. მაგრამ რა პოლიციას ყავს, ანუ მილიცია იმას წარმოადგენს და ყველაფერი უნდა ვიგონოს ყველამ თითოეულმა მოქალაქემ, ესენი მოაშოროთ ძალაუფლებას. პოლიციურ სისტემას ჩამოვაშოროთ და კეთილსინდისელები, პატრიოტანი სამართალდამცველები დაბრუნდნენ სისტემაში და ახალი სამართალდამცველები დაინტერესდნენ და მოვიდნენ შეივსოს სისტემასთან. მაგათ ხელში რავი, თუ დაჭირდება ნებისმიერ ნაბიჯს გადადგამენ და იქ ქალბატონი კიდევ, ანუ ქალბატონის ელემენტი და ის რო პოლიციელია ძალიან ეხავს ამ ქვეყნის პასპორტი რო ჯიბეში გვიდევს პატრიოტთან წესრიგ ხალხს. რავი, პასუხისმგებლობას ვერცერთი ვერ იგრძნობენ. ამაყობენ შეიძლება თქო, რა ვიცი, ანუ ეგეთი ვაშკაცი და გაბედული ანუ პოლიციელია მათ რიგებში და მეცილად ეგ ადამიანის ხოთაშორის მახსოვს რომ ირონიის, ცინიზმის გამორჩეოდა აქციების დროს და ბოლოს ერთადერთი როლი ჰქონდა იქეთა ტროტუარზე ვხედავდი სურათებს გვიღებდა აქციის მონაწილეებს და აგზავნიდა სავარაუდოდ უფროსთან და რა ვიცი ეგეთი ვალდებულებები ჰქონდა განყოფილებაში რომ მე სურათის როლი ჰქონდა შეთავსებული. ანუ ესეთი თავგადადება არ დაუფასდა საბოლოო ჯამში ასე გამოდის. როგორც ჩანს რომ სისტემა ანუ მაღალი დონის გადაწყვეტილებები სრულდება, ყველას იყენებენ ბოლომდე და ყველა რესურს მათი ინტერესების შესაბამისად, მაგრამ დაბალ დონეზე თუ ვინმე სამე ანუ წაუცდება, წაცდენაც ანუ არა რეალურად ძიმე დანაშაულია, მაგრამ იმ წაცდენასაც არ პატიობენ თუ მას და ეშელონებში და ფლანგებში არ ყავს პატრონი, თორემ გებუადემ რაც ჩაიდინა, რა ვიცი, გებუადე წესით ახლა ციხეში უნდა იყოს პენიტენციურში და იხდიდეს სასჯელს, მაგრამ რადგანაც მისი ნათლია, რა ვიცი, ანუ დაწინაურებულია და მაღალ ეშელონებში და მაღალ თანამდებობას იკავებს, დააწინაურეს და რავი გვითხრეს რომ გებუაძე არის ამ სისტემის სახეს და სადაც გებუაძეა იქ იქნება რიჟვაძე და რა ვიცი, ფერს მადლი ღმერთს და მადლობა. აღარ იქნებია. მადლობა კოჩას უსმენდით პირდაპირ ეთერში. სხვების მოსაზრება მარიკა მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. ნაზიბროლა, თქვენ გითხარით, მაშინ რას ფიქრობთ მომხდარ ფაქტზე, საუბარი არის პოლიციელზე, რომელიც დაკავებული არის ყაჩაღობის ბრალდებით. ის პოლიციელი არის დაკავებული, რომელსაც ფუნქცია ჰქონდა, რომ აქ აქციის მონაწილეებს ფოტოსურათებს უღებდა. მე სურათებს ვეძახდით ჩვენ მაგას, ხო? ტრზე ამბობთ, რა თქმა უნდა. არიელ რიჟოძეზე. ხო, ნუ, რა ვიცი, რა გითხრა, ეს საერთოდ არის ძალიან დიდი პრობლემა, არა მარტო ჩვენთვის, ვინც პროტესტში ვართ და გარეთ ვართ, არამედ თითოეული მოქალაქისთვის და ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ეგ არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა პოლიციელი არაკანონიერ ქმედებას ჩადის, ხო? ამ ბოლო დროს ჩვენ რამდენიმე პოლიციელი ვნახეთ ვიღაც სამისაღებაზე დააკავეს, ვიღაცას ჭყალებში კრიშავდა, ვიღაცა რაღაც ძალადობის ფაქტზე დააკავეს და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ხო გვახსოვს, რომ რამდენიმე ხნის წინ, რამდენიმე თვის წინ კანონიც კი შეიცვალა, ანუ პოლიციაში
მიღების კრიტერიუმები გადაიხედა და შეიცვალა, ის მოთხოვნები აღარ არის ნებისმიერ შეუძლია გამოხატოს სურვილი და მივიდეს პოლიციაში, თუ სხვაგან ვერ რეალიზდება, სხვაგან ვერ ახერხებს დასაქმებას, იმიტომ შესაბამისი უნარები არ აქვს და საერთოდ არაფრის უნარი არ აქვს, გარდა იმისა, რომ იძალადოს და მორჩილად შეასრულოს გადაწყვეტილებები, ვერ საქმეა ვერსა და აი პოლიცია გახდა მათი ასე ვთქვათ რაღაცა კომფორტის ზონა. იმიტომ რომ ღირსეული, კვალიფიციური, პროფესიონალი ადამიანი არ იკადრებს იმის გაკეთებას, რასაც კადრობს დღეს სამწუხაროდ ბევრი პოლიციელი. ეს არ არის უსაფრთხო მოქალაქეებისთვის. მოქალაქეს დღეს აღარ უნდა, რომ პოლიციას დაუკავშირდეს, როცა ხედავს, რომ რაღაცა კანონდარღვევა, ვიღაცა სცემს, ვიღაცა ქალზე ძალადობს, ვიღაცა რაღაცა. ის კი არა, მე ამას წინათ მითხრა თვითონ პოლიციიდან ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი ათეულობით სავაჭრო ობიექტი და მანქანა იძარცვება ღამის განმავლობაში და 90% ადამიანების არ გამოხატავს სურვილს, რომ პოლიციას დაუკავშირდეს, იმიტომ რომ იციან, რომ მაინც არავინ არაფერს არ გამოიძიებს, არაფერი არ გამოსწორდება და არის ასეთი სრული ვაკხანალია და ეს არის რა თქმა უნდა საფრთხე შენთვის, ჩემთვის და აი აგერ ახ ვიღაც ჩვენ რომ გლანძღავს და დაგვრცის რომ რა კიდაც მან დროდ გახართ, იმიტომ ვდგავართ, რომ აი ასეთი პოლიციელები არავის არ არიან საიმედო. მადლობა ნაზიბროლა. გავაგრძელოთ სხვების მოსმენაც. რომა დოლაბერძეს ვხედავ აქ. რომა, მოგესალმები, პირდაპირ ეთერში ვართ. როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ პოლიციელი არის დაკავებული ყაჩაღობის ბრალდებით, ის პოლიციელი, რომლის ფუნქციაც ბოლო 1 წლის განმავლობაში იყო ის, რომ აქციის მონაწილეებს ფოტოსურათებს უღებდა. ცოტა ხუმრობითაც მინდა თქვა, რომ თუ ესე ძალიან უჭირდა, შეუგროვებდით თითო ფოტო გადაღებულ ფოტოში რაღაც თანხას გადავიხდით, და ამით დავეხმარებოდით თუ რამე. ხო, სერიოზულად რომ შევხედოთ ამბავს, შევარნაძის და ასლანაბაშის დროინდელი ეს არის უკვე პოლიციაც აღარ რომ მილიციის იმდროინდელი მილიციის ნაწილი დაბრუნდა და შედეგიც ლოგიკურია რაც მივიღეთ ეს ერთი მხარეა და ანუ მეორე მხარეა რომ აი პოლიციელებსაც უკვე ძალიან აი უპატივცემულოდ ექცევიან თვითონ შიგნით აი სისტემაში ძალიან აბუჩად ყავს აგდებული და შედეგი რაც გვაქვს კი ვხედავთ ანუ ადამიანმა სავარაუდოდ ყაჩაღობა ჩაიდინა რაღაც მაღაზიაში შევარდა რამდენადაც ვიცი და ცალსახან ნეგატიური ფაქტია და ეს ცალსახან ნეგატიურად აისახება საზოგადოების მხრიდან პოლიციის მომავალში ნდობაზე. ხო, პრობლემაა სერიოზული და ამას გამოსწორება უნდა და მე ეჭვი მაქვს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა ნაღდად არაფერს არ გამოასწორებს, პირიქით კიდევ უფრო დაამძიმებს და მომავალში ალბათ როდესაც უკვე გვეყოლება ლეგიტიმური მთავრობა, ჩვენ ალბათ მაშინ ალბათ უკვე იზრუნებენ, იმედი მაქვს, რომ იზრუნებენ პოლიციის იმიჯის დაზიანებული იმიჯის აღდგენაზე. გასაგებია, მადლობა რომა დოლაბერძის მოსაზრებას ისმენდით. აი ასეთი არის შეფასებები, რასაც ისმენდით რამდენიმე წუთის განმავლობაში პირდაპირ ეთერში პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეების ხმას. ბოლოს შეჯამებისთვის გეტყვით იმას, რომ დაკავებული არის პოლიციელი ტარიელ რიჟვაძე, რომელმაც ბათუმში თაბუკაშვილის ქუჩაზე ქსელური მაღაზია დააყაჩაღა. პროკურატურის ინფორმაციით და გამოძიების თანახმად მან გამოსცალა მოლარე ოპერატორს 2000 ლარზე მეტი მუქარით და ბლაგვის საგნით, უბრალოდ ცივი საგნის გამოყენების მუქარით გამოსცალა თანხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის მალევე დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით გამოძიება გრძელდება და ის ამ ეტაპზე წინასწარი მოთავსების იზოლატორში არის. საინტერესოა ის გარემოება, რომ ტარიელ რიჟვაძე ბოლო 1 წლის განმავლობაში აქ იმყოფებოდა და მისი მთავარი ფუნქცია იყო, როდესაც ის აქ მოდიოდა სხვებთან ერთად, კოლეგებთან ერთად, ამ ტროტუარის ამ ნაწილიდან ის პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეებს სურათებს უღებდა და სავარაუდოდ ხელმძღვანელ პირებს აწვდიდა. ასეთი არის
ცნობები, რასაც გიყვებოდით ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში, მადლობა, რომ გვენდობით, მადლობა, რომ გვიყურებთ. გემშვიდობებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ნახვამდის.